ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც საუბარია სწორედ ამ სანქციებზე, იქ სწორედ ეს პრეტენზიები, ანუ ზედმეტ პრეტენზიები არის, რომ ქართული ოცნების რეჟიმის არაღიარება უნდა გაგრძელდეს, ამაზეა საუბარი. ოპოზიციონერების პატიმრობა არის დაგმობილი, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. აქ ნახსენებია ესე იგი ამაღლობელი, რომელსაც ასევე პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და არის მოთხოვნილი ახალი საპარლამენტო არჩევნები. ანუ ცხადია ხა თუ ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ, ავტომატურად ნიშნავს, რომ ახალი უნდა ჩატარდეს და აქ ასევე სხვადასხვა თავებია ჩადებული. 71%-მა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას ევროპარლამენტარების. ხალხოცნებაში ითქვა, რომ თუ არ ვცდები ბატონო მათიკაშვილმა განაცხადა, რომ სამარცხვინო რეზოლუცია იყო და პრაქტიკულად სარიელ დარბაზში მიიღესო, თუმცა 686 ევროპარლამენტის დეპუტატი ესწრებოდა ამას და აქედან 490-მა, ანუ 71%-მა მხარი დაუჭირა, 157 წავიდა წინააღმდეგი და 59 თავი შეიკავა, ანუ პოზიცია არ დააფიქსირა. ერთ-ერთი ასევე მთავარი, რაც აქ ითქვა, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის ფარგლებში მოხდეს განხილვა საქართველოს გარიცხვის SWIFT-დან, ანუ ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი, ასე ვთქვათ, საბანკო ორგანიზაცია. და ამ ფორმით მოხდეს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება. ასევე აქ ითქვა, რომ ქვეყნის ევროპული კურსი რჩება, ასე ვთქვათ, დასავლეთი უჭერს ისევ მხარს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელისუფლება იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ხალხის არჩევანი და ალბათ ესეც მათი მხრიდან გარკვეულ გათვლაზე ორიენტირებული გზავნილია, ანუ საქართველოში რომ არ გაჩნდეს ის განცდა, რომ ხალხს ჯიან, ანუ ხალხს კი არ მტრობენ, არამედ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, აი ამაზე გათვლილია და რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არ ვიცი რამდენად თავდაჯერებულია, მაგრამ ცდილობს ყოველ შემთხვევაში შექმნას ეს განცდა, რომ არ ნერვიულობს, სამარცხვინო უწოდეს რეზოლუციას, სარიელ დარბაზში მიღებული უწოდეს. მიუხედავად ამისა, რა გველოდება წინ, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი და რამდენად არის ხა SWIFT-დან გარიცხეს თავის დროზე რუსეთი, ირანი კიდევ უფრო ადრე, მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე ცხადია ამან ვერ ჩამოშალა ეკონომიკურად, თუმცა ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა, რომ საქართველოს არ არის თავის მასშტაბებით და ეკონომიკური სიმძლავრეებით არც ირანი და მით უმეტეს არც რუსეთი, ხო? ჩვენზე რა ეფექტი შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს და ასევე ვთქვათ, მე ეროვნული ბანკის წარმომადგენლობის განცხადებებს ვისმენდი დღეს, ითქვა, რომ ამას არ იზამენო, არ წავლენო ამაზე, ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი ფორმა არისო. მოდი ვისაუბროთ რეალურად რას ნიშნავს ჩვენთვის ეს ყველაფერი, რას აპირებს დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით და ზოგადად არის თუ არა გადავდიდი ამ ზეწოლების და პრესინგის პიკი, რასაც იქიდან უნდა ველოდოთ. ყველაფერს, რასაც ვხედავთ ჩვენ საქართველოს პოლიტიკაში, ყველაფერი უკავშირდება აი ამ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების ფაქტორს. საქართველოში იცვლება ეკონომიკის მოცემულობა, იცვლება საერთოდ ასევე საბანკო სექტორის რა მიმართულებაზე ეყრდნობა საბანკო სექტორი, ყველაფერი იცვლება და ეს ცვლილებები გამომდინარეობს სწორედ აი ამ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების თავარ ფაქტორზე. პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესების ჯაჭვი შექმნა. შექმნა დღის წესრიგი, იმიტომ რომ საქართველოს რა არის? საქართველოს არის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ იყო დასავლეთთან ინტეგრაციის პროექტი. ხო, საქართველოში საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის დღიდანვე შემდეგ მთელი პროცესები პოლიტიკური გადავიდა იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. ხო, თავიდანვე ეგ პროექტი იყო და მთელი საბანკო, ფინანსური და ასე შემდეგ სექტორი ეყრდნობოდა სწორედ დასავლურ აი მაგ ასევე საბანკო სექტორს და
ასევე დაფინანსებებიც. ელემენტარულად საქართველოში კანონის მიღებაც კი ფინანსდებოდა დასავლეთის მიერ. ნებისმიერი კანონი, რომელიც იგზავნებოდა დასავლეთ ჯერ ერთი ყველა კანონები საერთოდ დრო იწერებოდა. დასავლეთთან თანხმდებოდა, რომელი კანონი მიიღოთ, რომელი არ მიიღოთ და შემდეგ მიღების პროცესშიც დაფინანსება ირიცხებოდა დასავლეთიდან, ხო? ამიტომ თლიანად სტრუქტურა იყო გადაჯაჭვული აი ამ დასავლეთში ინტეგრაციის პროცესს. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ კვირაები და თვეების განმავლობაში ახალ-ახალი ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობის გაუარესების ახალ-ახალი არგუმენტები ჩნდება, ახალ-ახალი ასევე რაღაც განცხადებები კეთდება, მაგალითად ამერიკის ელჩიც მოვისმინეთ ჩვენ ამერიკის ელჩმა ილაპარაკა, რომ ოცნებამ გააგზავნა შეურაცხყოფელი და მუქარის შემცველი წერილიო ტრამპის ადმინისტრაციასთან. ნიშნულობა არ აქვს გააგზავნა თუ არა. ამერიკის ელჩი რო ამას ლაპარაკობს, მაგას აქვს მნიშვნელობა, რას ლაპარაკობს, მაგას აქვს მნიშვნელობა. ნაკლებად მნიშვნელოვანია რა ჩანს მისი დამოკიდებულება. მან ჩანს ის როგორ გიყურებს. შენ აქედან სულ ვთქვათ კომპლიმენტების წერილი იყო გაგზავნილი, მაგას არადაირ მნიშვნელობა. და ქართული ოცნების პასუხი არის ამ ყველაფერზე, ანუ ის რომ ევროპის მხრიდან კეთდება განცხადებები უარყოფითი და დასანქცირების მიმართულებით. ამერიკის მხრიდან კეთდება განცხადებები უარყოფითი, ხო? ამ ყველაფერზე ქართული ოცნების პასუხი არის ყოველთვის, არის ასეთი პასუხი, რომ ეს არაფერი არ არის, ეს რაღაცა deep state-ია, სინამდვილეში ევროპა სხვა აზრზეა, სინამდვილეში ამერიკა სხვა აზრზეა. ხო, ასეთი პასუხები. ეს პასუხები და ეს განცხადებები სინამდვილეში ხალხმა როგორ უნდა გაიგოს, არაფერი რთული ამაში არ არის. დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა ფუჭდება, თანმიმდევრულად ხდება ეს პროცესი. ეს პროცესი არავინ არ უნდა ელოდოს, რომ რაღაცა შემოbrunება მოხდება. როგორც უკვე ირკვევა, დასავლეთთან ეს სტაბილური ურთიერთობის გაფუჭების პროცესი მხოლოდ გაღვივდება. და ეს ჩანს ასევე რაში. ეხლა მაგალითად დასავლეთი რო ასეთ განცხადებებს აკეთებს, საქართველოში ჩვენ უკვე ვიცით, რომ დაწყებულია მაგალითად საბანკო სექტორის გადაყვანა ჩინურ აღმოსავლეთის აზიურ სისტემაზე გადაყვანის პროცესია დაწყებული. შემოდიან მთელი რიგი ბანკები და ფინანსური უსაფრთხოება დასავლეთიდან რო იყო უზრუნველყოფილი საქართველოში, ეხლა არის ცდილობა, რომ გადაერთოს ალტერნატიულ წყაროებზე. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ არავინ სინამდვილეში არ ელოდება იმას, რომ დასავლეთთან უცბად რაღაცა ტრამპის ადმინისტრაცია უცბად ერთ დღე გაიღვიძებს და აღიარებს საქართველოში ამ მთავრობას, ან უცბად გამოსწორდება და ევროკავშირში მიგვიღებენ. ეს არის ხალხის დასამშვიდებლად გაკეთებული განცხადებები ქართული ოცნების მხრიდან. იმიტომ რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი მზად არ არის იმ აზრს თვალი გაუსწოროს, რომ ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობა ფუჭდება. ზოგადად ქართული ოცნების მმართველობა გულისხმობს იმას, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ურთიერთობა საერთოდ გაფუჭებას გულისხმობს. მაგას ვერ გაუსწორებს ასე მარტივად ქართული ოცნების ამომრჩეველი თვალს, ამიტომ მათ დასამშვიდებლად მუდმივად ქართული ოცნება გააკეთებს იმ განცხადებებს, რომ აი არა კაცო ეს ტყუილია, ეს ევროპარლამენტი საერთოდ არ იყო, ეს ამერიკაც არ არის, ის ამერიკის ელჩი საერთოდ დროებით უკვე ბოლოს დღეებს ითვლის და deep state-ია და ასე შემდეგ. ანუ ქართული ოცნება გასაგებ ტაქტიკას მიმართავს, რომ თავის მხარდამჭერებში დატოვოს ის ეჭვი, რომ თითქოს რაღაცა გამოსწორების და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების
რაღაცა შანსები კიდევ არსებობს და ეს ყველაფერი მომავალში გველოდება. იმისთვის რომ შვიდად იყოს ხალხი. აქ ეხა მე ამ ევროპარლამენტარებს რასაც ვუსმენდი, თავი ხაზგასმა იყო, რომ ხელისუფლებაა ცუდი და საქართველოს აქ ევროპული პერსპექტივა უბრალოდ და ეს უნარჩუნდება, იმიტომ რომ ეს არის ხალხის დამსახურება. მე დასაწყისში რაც ვთქვი, რომ ეს გზავნილი არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი აცნობიერებენ, რომ თუ აქ წავა ლაპარაკი რომ ქვეყანას არანაირი ევროპული პერსპექტივა არ აქვს, რომ არც მივიღებთ არაფერი, ხო, შესაძლოა ხელისუფლება ეს გამოიყენოს ამ დასავლური ჯგუფების წინააღმდეგ იმ პროპაგანდისთვის, რომ ანუ საზოგადოებაში თქვას, რომ აი ხო ხედავთ თქვენ გსჯიან და არა ჩვენ. ამიტომ ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ ხალხი არ იჯება მარტო ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს ხალხს, ანუ ხელისუფლება მოწყვეტილია საკუთარ საზოგადოებას. აქ ხა სინამდვილეში მიდის დაპირისპირება საზოგადოებრივი განწყობებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, თან სულ რაღაც 10-12 კვირაში, 3 თვეც აღარ დარჩა, არის არჩევნები. ნუ ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები, არის ადგილობრივი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ხო? როგორ მიდის ეს დაპირისპირება? სინამდვილეში საზოგადოებრივი განწყობები როგორ იცვლება? როგორ მოქმედებს საზოგადოებაზე ის რა გზავნილებით ისმის დასავლეთიდან და რამდენად ცდილობს ამის დაბალანსებას ის პასუხები, რასაც ვისმენთ მე ხელისუფლებისგან? ცალსახად დასავლეთის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯები ემსახურება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა მომართონ პოლიტიკურად ქართული ოცნების წინააღმდეგ და ოპოზიციური აი თავის დასავლეთიდან დაფინანსებული ძალები საქართველოში მათ მიმართ მიამხრონ ამორჩეველი. მაგას ემსახურება, სხვათა შორის მაგას ემსახურებოდა საპარლამენტო არჩევნების დროსაც, რაც კი კეთდებოდა დასავლეთის მხრიდან და დღესაც რა დონის ნაბიჯებიც იდგმება ევროპიდან და ამერიკიდან, ეგ ყველაფერი, აი მაგალითად ამერიკის ელჩის ლაპარაკიც. ეგ ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოსახლეობის ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებაში მოყვანა მოხდეს და ისინი მიამხრონ ოპოზიციას, ხო? უბრალოდ და ზუსტად მაგიტომ რასაც ხაზი გაუსვი, რომ ევროპა საკითხს ეგრე აყენებს, რომ მოსახლეობას კი არ სჯის, კონკრეტულად ქართულ ოცნებას სჯის, ეგრეა მცდელობა საკითხის დაყენება და მაგის დანიშნულებაც სწორედ მაგაშია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ქართული ოცნება მაგის ფონზე ახერხებს ასეთ რაღაცას. ხა კონკრეტულად ქართულ ოცნებას რომ სჯის, თანაც ის დასჯა რომ არ არის ძალიან ხისტი, ქართული ოცნება მაგ განცხადებებს მარტივად უძლებს. ანუ მარტივად ახერხებს ნაკლებად ხისტი ზეწოლის გადაგორებას და პირიქით იმ განწყობების გაღვივებას ახერხებს, რომ რაღაც თვალსაზრისით საქართველოს რაღაც დანის პირზე გადის ახლა და უფრო ქართულ ოცნებას უნდა მიემხროს ყველა. მაგ განწყობებს ახერხებს საქართველოს. ვინც პროდასავლელია, აი რაღაც უსაშველოდ პროდასავლელია, ეგ არ არის უმრავლესობა. აი ესეთი ყველაფერზე წამსვლელი პროდასავლელი უმრავლესობა არ არის. უმრავლესობა არის როგორი ტიპის პროდასავლელი, იცი? დასავლეთში თუ კარგად ვიქნები, მაშინ მინდა კი. და ეგონა რომ დასავლეთში კარგად იქნება, მაგრამ თუ ირკვევა რომ დასავლეთი რაღაც ცუდებს ითხოვს ჩვენგან, მაშინ ეგეთი დასავლეთი რა თქინდა? უმრავლესობა ასეთია სინამდვილეში. დასავლეთში გონია რომ რაღაცა კარგი იქნება, მაგრამ თუ გაირკვა რომ არაფერი კარგის მომტანი არ არის, მაშინ არც უნდა ეგეთი დასავლეთი. აი უსაშველო პროდასავლელებიც არსებობენ, რომლებიც აი რაც არ უნდა იყოს დასავლეთის წევრი უნდა ვიყოთ, სულ რომ დავიხოცოთ. არ იქვემდებარება სულ რომ გაქრეს საქართველოს მინიმალურ კორექტირებას. კი, ეგეთი ხალხი არსებობს, ეგ მინიმალური რაოდენობაა ასეთი ტიპის.